ის ღირს 50 ლარი კილოგრამი. აგი დაჯერა და ციხე ერთი. ესო წავიღო ხა თილეში და გავყიდო რამდენი ფილს ამოვიდა ხალხი. ჩვენი ლობსტერი, ეს ლობსტერია, ხო? გამარჯობა, მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია. ეს კი თბილისი ბათუმის დამაკავშირებელი მაგისტრალია, რომელთაც მივემართებით ბათუმისკენ. სადაც ვაპირებთ ვესტუმროთ თევზის ბაზარს. ვნახოთ რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორ ფასებში ყიდიან. თან ვაპირებთ შევიძინოთ სხვადასხვა ეგზოტიკური ზღვის პროდუქტები, რომელთაც იქვე რესტორანში მოვამზადებინებთ და დავაგემოვნებთ. თქვენ კი გამომყევით ამ თავგადასავალში. ჩამოვედით ბათუმში, თევზის ბაზარში მოვედით, შეუდგებით შედარებით ეგზოტიკური ზღვის პროდუქტების შეძენას და შემდეგ რესტორანში დავაგემოვნებთ. აბა გამომყევით, ნახოთ როგორი ფასები აქვს და როგორ ყიდიან. გამარჯობა. სხვადასხვა სახის თევზები გვინდა ავიღოთ ზღვის პროდუქტები, ცოტა ეგზოტიკური და ეს კრევეტი რა ღირს? აი 10 ცალს კრევეტს ავიღებ. კალმარი 8 ფეხად ნება? კი, მინდა. კალმარი რა ღირს? კალმარები დიდები 10 ლარია, პატარები 5 ლარი. ორცალს ავიღებ დიდს. 8 ფეხაც მინდა კი. რამდენი? რა ღირს 8 ფეხა? ერთ 5 ცალს მაგას ავიღებ. ეს ლობსტერი რა ღირს? ლობსტერი 60 ლარია ცალი. ერთი ცალი გინდა? ერთი ცალი. 60 ლარია ერთი ცალი. აი, ჩადო. მიდიები გნება? მიდიებიც მინდა კი. რა ღირს 1 კილო? მიდიები 20 ლარია ერთი კილო. აი 1 კილოს ამას ავიღებ. ერთი? კი. თევზი გნება მაიმე? თევზების მაქვს ბარაბუკები, მაქვს სარგანი, მაქვს კეფალი, დორადო, სიბასი, ამბალები. ჯერ ამებს შევარჩევ და თევზს მე ბოლოს ავარჩევ და ანუ ეს იყო რამდენი საფასები მინდა 20 ლარი მიდიები 1 კილო 10 ცალი კრევეტი 20 ლარი 40 ლარი 60 ლარი ლობსტერი დაემატა ხო 100 ლარი 2 ცალი კალმარი დაემატა 120 ლარი და ხა იყო ხო ხო 100 ლარი და ხო 120 ლარი ესენი რა ღირს? ეს ერთი ცალი ღირს 4 ლარი. აი 5 ცალს ავიღებ ამას. ბატონო, ახლა შეგიჩვენ. 8 ფეხა, ლობსტერი. კალმარი. 5. 4 ხო? 4 არა 5 ცალი მომץ. 20 ლარის არის, ხო? დიახ. შეგერგოთ. მადლობა. გამარჯობა. ლოგოკინები რა ღირს? გემრიელი არის? ანუ უბრალოდ უნდა დავაგემოვნო და. არ ვიცი. აქები უბრალოდ მე არ ამოხსენ. დაამატე. კაი, რამდენს გამოვიდა ეგ? მადლობა. აი ეს თევზი მაინტერესებს კი. ხო. რა ღირს ეგა? აი ერთი რამდენია? კი ბატონო. როგორ იყო მოდით გაწმინდეთ. ეს ისე რა თევზია? სარგანია. ეს სეზონური თევზია ზამთარშია. შავ ზღვაში მოდის თუ შემოდის? აი თევზები მყოლია შავ ზღვაში. მადლობა. ეს რა თევზია მითო? ხორჭი, ჩვენი შავი ზღვის ხორჭი. და რა ღირს კილო? 20 ლარი. კაი, ამ ორ თავს ავიღებ მაშინ ამას და ამას.
მაგას გაარჩევენ, ხო? რამდენი უნდა მოგაწოდოთ? 3. აი, ორი არ მოგე. ამაზე ვიცი თუ კარგად ხორკლიანია, ესე იგი ზღვაში არის დაჭერილიო და თუ ისე აუზის არისო. ორბლიერა ხარ. არა? ანუ აუზის არის. შკურკასავე და სხვანაირი ფერია. იმას, ზღვისას. არა იგი იშვიათ. თან ვერ გაკიდე. არიჭერე. არიჭერე? არ შეიძლება. აგი დაჭერა და ციხე ერთი. მაგას ქვია ბელუგას. ეს ჩემი გამზადდა, ხო? მადლობა. მოკლედ ესეთი ბარაბულკა სხვაგან ვერ ვნახე და რა ღირს კილო აბა? 35-ლა. აი ერთი 10 ცალი ამიწონე რა. აი თავები ამირჩია რა. კი ბატონო. თავის გარჩევით თუ? ესენ შედარებით იაფია პატარა ბარაბულკები? ეს რა თევზია, ეს დიდი თევზი. მეტი რამე გინდა? მეტი არაფერი. ჯერ არ გარჩეულა, ხო? ეს ზღვის მამალი რა ღირს? ის ღირს 50 ლარი კილოგრამი. მოკლედ არა სეზონზე თირკმელი ნახევარი ღირს და სეზონზე ერთი თირკმელი რა. აი თევზია. ისე ეს რო წავიღო ხა თბილისში და გავყიდო, რამდენ ფულს ამოვიდა ხამაში რა. მადლობა, კარგი დღეობა. ათი სახეობის ზღვის პროდუქტი ვიყიდეთ, ფასებს ბოლოს ამოვანათებთ, ეხლა ზუსტად არ მახსოვს ჯამში რამდენი გამოვიდა. ეხლა გადავინაცვლებთ რესტორანში, გაგვიმზადებენ და შევუდგები მის დაგემოვნებას. ლურჯ ტალღაში მოვედით, მოვიტანეთ ჩვენი ნაკიდი პროდუქტები და ეხლა გვეტყვიან რას როგორ გაგვიმზადებენ. კალმარები დაიჭრება გონებად. ხო. შეიძლება სარგანი დაფაზე, ბარაბულკაც კი დაფაზე შეიძლება, გორჯოს დაფაზე შეიძლება, უსტრიცები გაიხსნება და ლიმონის ერთად მოგართმევთ. ეს სამწუხაროდ უმათ უნდა მივირთვათ და რავი, რამდენად გამომივა არ ვიცი. ხო. მიდიეთ ნაღებში გაგიკეთებ, ხო, ეგრე მირჩევია. ნაღებში გაგიკეთებ, ლობსტერი მოიხარშება, ლოკოკინა მოიხარშება, კრევეტებს და ვაფხას გრილზე გაგიკეთებ, შეკაზმული ყველა. ხო, კი ბატონო. კარგით, მადლობა, აბა, ველოდები გემრიელობებს და მადლობა. მადლობა, გაიხარეთ. ოპა, ჩვენი ზღვის პროდუქტებით შეფიცკინდა უკვე. ისეთი სასიამოვნო გარემოა, ისეთი სურნელი ტრიალებს, რომ აი გამზღარი რო იყო მოგაშიებს რა. გემრიელობებიც მოვიდა, გრილზე ისე კარგად გადაატრიალეო შეფ-პოვარმა, რომ უნდა დაგიტოვოთო და უნდა გააგრძელო აქ მუშაობაო. დაანებე ექიმობას თავიო, მაგრამ დავფიქრდები, არ ვიცი. რაღაცეები მოგვიტანეს უკვე გამზადდა და ისეთი სიცივია, Wild Dogs რო შეეფერება, ისეთი ამინდი გვაქვს და მალე მიირთვითო, თორე გაცივდებაო და კრევეტები მოიტანეს, რვაფეხები, ლობსტერი, ლოკოკინა, ეს რაღაცა უმად უნდა ვჭამო, არ ვიცი სახელი ამისი და ესეც მიდიები. და დანარჩენი კიდე გაგვემატება, ანუ რამდენია ეხლა? 1 2 3 4 5 6. 4 სახეობა კიდე უნდა მოგვიტანონ რა. მიდიებით დავიწყებ. აი ეს თურქები რომ არიან, თურქები ლიმონს რო აწურავენ ზემოდან და გემრიელად ჭამენ, ისე მინდა მეც გავსინჯო. რავი, დიდი არაფერი, ხამსას გემოა.
აქვს. მიდიების შემდეგ მინდა ცოტა ისეთი გავსინჯო, რომელზეც გული მეთანაღრება, იმიტომ რომ მე გემოს გამოვისწორებ რა. Яу, пишу. თუ არ მოვიწამლე, კაია რა. კაია, გემრიელია. ეს ლიმონი კი არა, პორტოხალია, ბოტანური. ნუცელში რა გემრიელია, იცი? და დღეს ჩვენი არხის სტუმარია, ჩვენი ფისუნია. სხვათა შორის ძალიან გემრიელია. შორიდან მეზიზღებოდა, მაგრამ კარგი ყოფილა. კატების რაოდენობამაც იმატა, არ ვიცი ეს კატები საიდან მოდიან. ვაში აშკარად არ არიან და ეხლა მინდა ლოკოკინა დავაგემოვნო და მერე უკვე აღარ შემეშინდება არაფრის დაგემოვნების. შავი ზღვის ლოკოკინა. საზიზღრობა. ლოკოკინა არის სრული საზიზღრობა და შეგვიძლია კატებს ვაჭამოთ. აი შემდეგი სანამ გაცივდა, კრევეტს დავაგემოვნებ და კრევეტი შავი ზღვის არის თუ? თუ შავ ზღვაში კრევეტი არ არის. ყველაფერი შავი ზღვის არისო. აუ ამის გარჩევაზე უარი უთხარი და ნეტა დავთანხმებოდი რა. გრილზე შემწვარი კრევეტი არაჟნის соусით. ძალიან გემრიელია, ძალიან. შემდეგ კალმარს დავაგემოვნებ. კალმარი უგემრიელესია. კალმარი ძალიან კაი. ეს ჭამე ლოკოკინა, კალმარი არა იყო, ეხლა. ან ეს გასინჯე. აბა. აბა, გათავისუფლებული ხარ შენ სამსახურიდან, всё. აქეთ ვერ გაიქცევი და იქეთ საწახვალ. ეს გასინჯეთ, ეს მაგარია, ეს ლოკოკი. მაგარი არის, მართლა გეუბნები. ჩემი რო ხარ თუ არა ახალ. ესეც აიღეთ, კაი. ეს მაგარი გემრიელია. წვენიც მეგობრებო, არხი ეძებს ოპერატორებს, ვისაც გაქვთ სურვილი, გაქვთ გამოცდილება და გინდათ ხელფასის გარეშე მუშაობა, ნებისმიერ დროს გელოდებ. გასაუბრების გარეშე აქ. ეხლა სანამ ჩემი ოპერატორები სუფრიდან წაღებულს მიირთმევენ, მე მინდა დაგელაპარაკოთ 1-2 სიტყვით კრეატორზე. გამომცა კრეატორმა, რა ვისწავლე კრეატორით და როგორ ჩაიარა ამ პროცესებმა. ძალიან მაგარი იყო, ძალიან სახალისო იყო ეს პერიოდი, სადღაც 3-4 თვე გაგრძელდა, თუ არ ვცდები და ძალიან მაგარი ემოციები იყო, ბევრი ცოდნა მივიღე, ბევრი
გამოცდილება, თითქოს იმ რუტინული ცხოვრებიდან გადმოვედი რაღაც სხვა ეტაპზე. ბევრი ბედნიერი წუთები მქონდა, ბევრი სანერვიულოც იყო, ბევრი სტრესიც იყო, მაგრამ საერთო ჯამში კარგი გამოვიდა. კი მართალია, ფინალში დავმარცხდი და ვერ მოვიგე ის 20,000, მაგრამ ისეთი საჩუქრები მომცეს, რომ გულდაწყვეტილიც არ ვარ რა. და ყველა ჩემ გულშემატკივარს, რომელიც პირადად წერდა, ყველას ვამშვიდებდი, რომ არ ინერვიულო მეთქი. პირიქით, მაინც ბედნიერი ვარ, როგორც დამთავრდა თქო და მარტის ბოლოს რომში მივდივარ. შემდეგ გაზაფხულის ბოლოს კაკო დამპირდა, რომ ინდონეზიაში წავალთ და უკაცრიელ კუნძულზე გადავიღებთ ვიდეოს და წინ ძალიან მაგარი ვიდეოები გველოდება. რომში ვფიქრობ, ძალიან მაგარი ვიდეო გადავიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ პონჩში. ნუ ეხა იქ რომში არავის ვერ გავშლი, მაგრამ სახალისო ვიდეო გამოვა. თან რომის კულტურასაც გავეცნობით და ჩემი აზრით კარგი იქნება რა და კაკოსთან ხო, ავი, საუკეთესო გამოვა. ჩემი ოცნების ვიდეო იქნება ეგ, იმიტომ რომ ეს კონტენტი რო დავიწყე, ყოველთვის ვოცნებობდი, მართლა ეგრე უკაცრიელ კუნძულზე გადავსულიყავი. კი ვიყავი ტყიბულში გადასული, მაგრამ ეხა სად ტყიბულის უკაცრიელი კუნძული და სად ინდონეზიაში და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩემო გულშემატკივრებო, ესეთი გულშემატკივრობისთვის, გვერდით გომისთვის და ყველაფერი წინ არის. შემოგთავაზებთ საუკეთესო კონტენტს, გვექნება ბევრი რუბრიკა, მარტო ტყით და solo surviving-ით არ შემოვიფარგლები. სხვა გასვლები გვექნება, იქნება მაგალითად ესეთი საკვები ობიექტები თუ სხვადასხვა საინტერესო საჭმელები, რომელიც ჯერ არ დამიგემოვნებია, თქვენთან ერთად პირველად დავაგემოვნებ და ძალიან მაგარია, არხი წინ წავიდა, ნობადობა გაიზარდა, ყველაფერი კარგად არის. ეხლა ფინანსებსაც ვაგროვებ, მინდა სხვა ინვენტარი შეძენა, გასაბერი კარავი მინდა ვიყიდო, hot tent-ი მინდა ვიყიდო, და ბევრი რაღაცა რა, რომელსაც იმ 20,000-ის მოგების შემთხვევაში მარტივად ვიყიდი, მაგრამ ეხლა უკვე მე უნდა შევძლო რა მაგ ყველაფრის მოგროვება და იმედია ყველაფერი გამოვა და ყველაფერი მაგრად იქნება. ეხლა კი გადავიდეთ შემდეგი ფლუს პროდუქტის დაგემოვნებაზე და ეხლა მინდა 8 ფეხა დავაგემოვნო, ესე გამოიყურება ჩვენი 8 ფეხა. რაღაცა соусთან ერთად გემო ვერ გავიგე და აბა ცალკე გავსინჯავ. შემდეგს გავსინჯავ რაღაცა გრძელი თევზია, ამის სახელი ვერ დავიმახსოვრე და შემდეგ ვიდეოს თავიდან რო უყურებ, იქ ამოვანათებ. აუ, ძალიან გემრიელია. ძალიან მაგარია. არ მიჭამია ეგ საერთოდ მე. თქვენ ცხეთაში ლობიანი ხო გაჭამეთ მე? ბარაბულკა თუ არ ჭამეს, ეხა აბა ისე რაღა მონობა გამოდის. ეს გრძელი თევზი, კარგია. სანამ სამეფო თევზზე გადავალ, ერთი ეს ღორჯო მინდა გავსინჯო რა. ამას ბევრი ძვალი აქვს, ზღვის ღორჯოს. ამას ეხა რო ვჭამ, ახსენდება ის კორეელი და ჩინელები რომ არიან. პატარა ნავზეროს ხედარ და იქვე რომ რაღაცა დაჟანგულ ქვაბში რომ მოხარშავენ ამ ყველაფერს და ბენზინის კასრიდან რო ასხამენ რაღაცა საწებლებს, ეგენი მახსენდება, თავსახური მინდა ეხა ზემოთ ვისროლო და სად გადავარდება კაცმა არ იცის. ზღვის ღორჯოს არაუშავს, ყველაფერი დავაგემოვნე უკვე, ბარაბულკას გავსინჯავ და ბოლოსთვის გემრიელი ლუკმა ლობსტერი შემოვინახე. ბარაბულკა სამეფო თევზია და თავისი სპეციფიკური გემო აქვს და საწებელით ვერ გავაფუჭებ და მხოლოდ ლიმონს მოვაწურავ ცოტას.
იდეალურია ბარაბულკა. და ბოლო, ყველაზე გემრიელი ლუკმა ჩემი აზრით, რომლის გასინჯვაც ჩემი დიდი ხნის სურვილია. ჩვენი ლობსტერი, ეს ლობსტერია, ხო? ლობსტერია, ჩვენი ლობსტერი. აუ რა გემრიელია. ამ რაღაცაში მივეცით 60 ლარი. ანუ ეს წითელი არ ვიცი, მგონი ქვირითია თუ რა არის, არ ვიცი. ჯერ საწებლის გარეშე გავსინჯავ და მაგარი. ძალიან არ გავღორდები და ჩემ ოპერატორებს დაუტოვებ ახლა ამას და მერე ისინი მიირთმევენ. მოდით მოგცემ. მაგდა, მოდი. მაგდა სწავლობ. ამოვსკდი. ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო. ბარაბულკა 10-დან 10, კრევეტები 10-დან 8, რვაფეხასაც 10-დან 10. ძალიან გემრიელი იყო. კალმარი მომეწონა ძალიან და 10-დან 10, 10-დან 5 ღორჯოს და ამ რაღაცა გრძელთებს 10-დან 10. ესენი 10-დან 7 მიდიები. ეს არ იყიდოთ საერთოდ ეს ლოკოკინები, ძალიან უგემურია, ძალიან არ მომეწონა და ეს სხვათა შორის მომეწონა რა. ძალიან ცოცხალი გემო აქვს, ძალიან კაი გემოა, ცოტა უბრალოდ პირში ცუდი შეგრძნება გაქვს რა, როჭამ რაღაცა გონია რომ ცოცხალს ჭამ რა. დანარჩენი აუ წვენი 10-დან 10 კაია. ლიმონათი არ გამისინჯავს და საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ. რესტორანსაც კარგი მომსახურება აქვს. მე რესტორანი ამდენსაც მოგთხოვს, მაგასაც გეტყვით და ზუსტი ფასები არ მახსოვს რაში რამდენი გადავიხადე. მე აქ ამოვანათებ ვიდეოს ნახვის დროს ზუსტად რამდენი იყო, მაგრამ რაც ვიყიდე ძვირი არ არის თბილისის ფასებთან შედარებით, ბევრად იაფია და ნუ ეხლა ჩემთვის ეს რა თქმა უნდა დიდი ულუფაა, მარტო ერთი კაცი ამას ვერ მოერევა და სადღაც 3-4 კაცისთვის ჩემი აზრით საკმარისია რა. ჩემი ოპერატორიც ნასიამოვნები მიყურებს, მოეწონა ყველაფერი და ეხლა შეუდგებით ამ ყველაფერს მიმითვებ და ბოლოს გეტყვით, რამდენს გადაგვახტევინებს რესტორანი. ჩეკიც მოვიდა, ეს ყველაფერი დაჯდა 118 ლარი, ანუ 300 ლარი მქონდა ქეშად და 100 ლარი დამჭა და სადღაც 200 ლარი დაჯდა თვითონ ზღვის პროდუქტები, 118 ლარი გამზადება და სოუსები და რაღაცეები დაემატა, წვენები, ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მომსახურება კარგი არის. ესტუმრეთ ამ რესტორანს. გემრიელი იყო მეგობარო ყველაფერი, შემდეგში აუცილებლად გესტუმრებით კიდე. მადლობა რომ მიყურებდით, ჩემთან ერთად იყავით. მე ომარი ვარ, ეს Wild Dog-ის არხია, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს და ლაიქება, არხის გამოწერა და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.